მოგესალმებით, ჩემოძირბასო და მაყურებელო, თქვენ უყურებთ გადაცემას სტატუსს, მე მის წამყვანი განახლავართ იასი რანაშვილი და ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტის ჟურნალისტი ქალბატონი ეთო ორღანაშვილი. მოგესალმებით ეთო, დიდი მადლობა მომხდანებისთვის და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში, ბევრი საინტერესო ინტერვიუს გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საუბარიც არ იქნება უინტერესო. როდის დაიწყეთ ჟურნალისტობა? რა განაპირობა ჟურნალისტი ყოფილიყავი? როდის დავიწყე ჟურნალისტობა? ანუ ოფიციალურად ჟურნალისტობა 2008 წელს დავიწყე, მაგრამ უკვე დაახლოებით მე-9 კლასში გაცნობიერებული მქონდა, რომ უნდა გამოვხდარიყავი ჟურნალისტი, სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია იმ პერიოდში. ანუ ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ჟურნალ-გაზეთი იყო, რომლებსაც ცხადია ვკითხულობდი დიდი ინტერესით. მე თვითონაც ვაკეთებდი, ასე ვთქვათ, ხელნაწერ გაზეთებს ბჭყალებში, ილუსტრაციებსაც თავად ვქმნიდი და რა ვიცი, მე ნელა შეცდომებსაც პოულობდი სხვადასხვა გამოცემაში და ნელა ჩამოვწერე ჟურნალ-გაზეთები, ანუ აღარ მინდოდა, რაც აღარ მომწონდა და საბოლოო ჯამში დარჩა ჩემს სახლში ის ჟურნალი, იმ ჟურნალის ყოველი ნომერი, რომელშიც ახალ მუშაობ, რომელიც რედაქციაში. აი, რატო გადაწყვეტე მაინც ჟურნალისტობა მე-9 კლასიდან გადაცხადეთ? აი, ვინმე მოგწონდა ჟურნალისტი და იმის ამბაძველობის მომენტი ქონდა თუ რა იყო ამის ფიქრობა? არა, სხვათა შორის სამაგალითო ჟურნალისტი იმ პერიოდში არ მიყოლია, უბრალოდ წერა კარგად გამომდიოდა, ანუ ზეპირ მეტყველებაზე უფრო მეტად კომფორტული ჩემთვის წერა აზრის გამოთქმისას. ახლა თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, მირჩენია დავწერო და ისე გამოთქვა ჩემი აზრები. და მასწავლებლობით, იმედია, ქედმაღლობაში არ ჩამომართვებთ, ფაქტს ვამბობ, რომ აღნიშნავდა იმის ქართული ენის მასწავლებლები, კარგად წერდა, შენი სტილი გაქვს, ხშირად ჩამოყალიბებულ ადამიანებს უჭირთ საკუთარი წერის საკუთარი სტილი კონდეს და შენ უკვე ეს შეგიძლია და ამანაც იმოქმედე და ცოტა თავდაჯერება შემემატა და შესაბამისად გადავწყვეტა, რომ აი ჟურნალისტი გავხდები. ესა თუ გახსოვს, როგორი იყო შენი პირველი ნამუშევარი და დღევანდელი გამოსახებიდან როგორი არის როდესაც უყურებ მას? სხვათა შორის დედაჩემს აქვს შენახული და გადაგსერქსებული და ყოველთვის რაღაც ისე სიამოვნებს ვნახულობ, იშვიათად ვნახულობ, გადავხედე ამ რამდენიმე დღის წინ. ეს იყო ერთ-ერთ ცნობილ გაზეთში იმ პერიოდში, საკმაოდ სერიოზულ გაზეთში, მე მგონი ახლაც გამოდის ეს გაზეთი. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ისე დაახლოებით მე-10 კლასში თუ არ ვცდები. წავიკითხა განცხადება, იყო კონკურსი, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამ კონკურსში მონაწილეობა, უნდა გაგეგზავნა იუმორისტული წერილი და თუ მოეწონებოდა გაზეთის რედაქციას გამოაქვეყნებდა. მე დავწერე ჩემს მეგობრებს გადახდათ თავს ახალი ამბავი და ის აღუწერე და გავგზავნე. რაღაცნაირად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ეს კარგი წერილი იყო და აუცილებლად უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ნახე გამოქვეყნებული და ჩემი გვარსახელი მიწერილი, აი ვერ აღგიწერთ რა ძლიერი სიხარული კი არასდროს არ დამამწყება ეს გრძნობა. დავაფრიალებდი ამ გაზეთს აკეთებ და ბოლოს არასდროს მეთქონს და ბოლოს ვეღარ მოვიწმინე, დედას ვაჩვენე და დედამ მაგ თავში მე მგონი ცოტა ჭკუა გქონია და წარიღავს მეწყინა, რაღაც შეკებას ველოდი. ეს იყო პირველი ნამდვილად ჟურნალისტური ნამუშევარი არ იყო, მაგრამ რაც ეს თქვათ გაზეთში, ანუ რაც გამოქვეყნდა და რაც ხალხმა ნახა, ეს იყო პირველი. და ესე სერიოზული ნამუშევრები უკვე ჟურნალში სადაც ახლა მუშაობ. რამდენი ხანი რაც ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობ? ესე იგი, დაახლოებით 7 წელია. ანუ პირველი რეპორტაჟი მოვამზადე თბილისის ზღვაზე ვიყავი და თბილისის ზღვაზე რეპორტაჟი შევთავაზე მკითხველებს და შემდეგ კიდევ 1-2 სახალისო, ვთქვათ, მსუბუქი მასალა იყო და მე უკვე აგვისტოს ომი დაიწყო სამწუხაროდ 2008 წელს და უკვე მძიმე თემებზე მომიწია მუშაობა, ხშირად მოკლედ გაშიფრვისას უკვე როცა ჯერ საუბარიც ხომ მძიმეა თავისთავად რესპონდენტს რომ საუბრებს მძიმე თემებზე და მე გაშიფრვისას ვტიროდი, მოკლედ სიგარავით დამიზიანდა და ძალიან რთული სიტუაცია იყო და რა ვიცი. დღესდღეობით რა განხრით წერა? დღესდღეობით უფრო ყვითელ მასალებს წერ, ეგრეთ წოდებულ. ტელეპრესა. თუმცა არა მარტო, რა ვიცი, სოციალურ თემებსაც წერ ხოლმე და შეშადოაში ყვითელ პრესას არ იდები ხოლმე თავს და როგორი ყვევი ხოლმე რესპონდენტის ნდობას?
ვერ ვიტყვი რომ თავს არის და ვერ ვიტყვი თელპრესეს დობას რაც შეეხება რესპონდენტისას ანუ არ უნდა ტოვებდე ჩასაფრებული ჟურნალისტის შთაბეჭდილებას, ანუ უნდა იყოს რესპონდენტის მიმართ კეთილგანწყობილი. იმას არ გულისხმობ, რომ არ იყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ობიექტურობა უნდა დაისვა, თუმცა ნეგატიური ინფორმაციის შემცველი შეკითხვები უნდა შემოინახო საუბრის ბოლოსთვის. რომ თავიდანვე არ დააფრთხო ეს რესპონდენტი და არ იფიქროს, რომ შენ ხარ მისი მტერი, პირიქით ხო ეს განსაკუთრებით უნდა გამოიყენო ეს ხერხი, როცა ინტერვიუს წერს ტელეფონით ან ინტერნეტით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ საუბარს დაიწყო ნეგატიური ინფორმაციის შემცველი შეკითხვებით, შეიძლება რესპონდენტს ტელეფონით გაუფუჭდეს ბრჭყალებს, შენი ხმა ვეღარ გაიგონოს და ეს თქვა დაგემშვიდობას. ანუ როგორც ამბობ, ჟურნალისტი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგით ალბათ ხო, რომ გახსნას რესპონდენტი საუბარში. რა თქმა უნდა, და გაუგოს და აალაპარაკოს გუახსნობის ხასიათზე დააყენოს. ინფორმაციის მოპოვების როგორ წყაროს აჯობ, რომ მნიშვნელობას და როგორი მოგწევს? ბოლო პერიოდში ვერ ვიტყვი რომ ორიგინალური იქნები ამ პასუხში, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებ უპირატესობას, იქ უამრავი ინფორმაცია, უამრავი პრობლემა იკვეთება, მთავარია რომ ეს ყველაფერი საინტერესო კუთხით მიაწოდო მკითხველს და საინტერესო მასალები მომზადო. გარდა ამისა, კარგად მომზადებული ინტერვიუ, მასალა რეპორტაჟი არის გარანტი, რომ შემდეგში მოიპოვებ ექსკლუზიურ ინფორმაციას, ანუ რესპონდენტის ნდობას რომ როცა შენი ნამუშევარი, შენი საქმით არის ის კმაყოფილი, როცა მას ექნება სიახლე, აუცილებლად დაგირეკავს და ამჯობინებს, რომ საიმედო ჟურნალისტს მოგანდოს თავისი ახალი ინფორმაცია, ასე ვთქვათ. თანამედროვე ჟურნალისტიკაში როგორი პრობლემები, რა სახის პრობლემები არსებობს დღესდღეობით? არ ვიცი, ბევრი პრობლემაა, საერთოდ. მათი ინტერნეტ მედიაზე ვისაუბროთ, ამით დავიწყებ. სრული განუკითხაობა, ანუ უკონტროლო საინფორმაციო სივრცე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება და პირადადაც მიცუნებია, ასე ვთქვათ, გამომეცდია რა ხდება. ერთი საიტი კონკრეტული, მაგალითად, ავრცელებს ინფორმაციას გადაუმოწმებელს. და ასე ვთქვათ. მე სხვა საიტი იწერს ამ ინფორმაციას, გადაიწერს. თუ არ დააკოპირებს, შეიძლება სიტყვების შეცვალოს და იგივე შინაარსი ანუ შენივე სტატია ალბათ, ხო? რომ იპარავენ სტატიებს ეს თალკე თემა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, ანუ რომელიღაც საიტმა დაწერა მცდარი ინფორმაცია, მე სხვა საიტმა გადაკოპირა, არ გადამოწმა, ანუ რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ ეზარებათ ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტებს. ჟურნალისტები ჭალებში არა, კარგი ჟურნალისტები ბევრია, კარგი ჟურნალისტები ბევრნი არიან, გამართლად რომ ვთქვათ. ხო და რა ვიცი, ეს პრობლემა გარდა ამისა, ესე ვთქვათ, ინტერვიუების ანუ არსებობს რაღაც კანონი, უნდა მივთითო აუცილებლად დიახ, წყარო და მთლიანად სტატიის გამოქვეყნების უფლება არ გაქვს, უნდა მივთითო ნახევარი, უნდა გამოქვეყნო ნახევარი და გაგრძელება ოფიციალურ საიტზე უნდა ნახოს მკითხველს, მაგრამ ამ ყველაფერს არ იცავენ სამწუხაროდ. საავტორო უფლებები არის კიდევ რა თქმა უნდა. ხელშეკრულება რა დადებული მათ შორის არის. ხო, თითქოს არის ეს ხელშეკრულებაც, მაგრამ რეალურად ამას არავინ არ იცავს, ალბათ კონტროლი რთულია, იმიტომ რომ ბევრი საიტია, ჩემი მეგობარი ხუმრობდა, ვინც საიტის გაკეთება ისწავლა, ყოველ ჟურნალისტობა დაიწყო. ანუ ბლოგერებს ეძახიან თუ არ ვცდები მათ? არა მარტო ბლოგერებს, ხო, ბლოგერებიც აკეთება, თავიანთი აზრი აქვს და გამოხატავენ. თუ გამხდარ ხარ განძღვის ობიექტი, განძღვის ობიექტი, იქიდან გამომდინარე არის ეს რა სტატია არის, აი როგორ წერს, აი არა გამართულად, ან ვის წერს, რატომ აპიარებს ამ ადამიანს ეს გამონათქვამები თუ გამოსულან ადამიანები ეს მიმართებაში. კი ბატონო, გამოსულან ნამდვილად სიტყვით და ვკითხულობ ხოლმე და ცოტა სასაცილოა. ჯერ ერთი როცა ადამიანი ქართულ შინაარსს წერს ლათინური ასოებით, წაკითხვის არ მიჩნდება, როგორ დადასერს. თქვას მარიგას, მაგრამ იცით რა არის? არსებობს რაღაც რუბრიკები, რომ ან ყვითელი რუბრიკები ასე ვთქვათ, რომლებზეც ამბობენ, რომ ცუდია, კითხულობი ამბობენ, რომ ცუდია, მაგრამ მაინც კითხულობენ და
ну, ცხადია რომ ეს ყვითელი მასარგებელი არ საჭირო. ამიტომ წერ ხოლმე. თუ არ მოსწრებ, ну წაიგითხავ და აღარ დავწერ. მაგრამ ისეთ სათაურს აწერთ ხოლმე კიდარგე წაიგითხავ. სათაურიც მარკეტინგული გათვლა და რა ვიცი, ისეთ საგანგაშო სათაურებს არ უკეთებ, თუმცა ჩემი პრეროგატივა არ არის დასათაურება. ანუ მე პასუხისმგებელი ვარ ინტერვიუზე და რაც ქვეყნება ჟურნალში შიდა ფურცლებზე და გარეთ უკვე სასამართლოდ ხო არ მისვლა რაიმე? ой, არა. არ მსკაც არაფერი ყოფილა. უბრალოდ სახალისო იყო ეს როცა ხელისუფლება შეიცვალა იმპერიას დაემთხვა რუსი მომღერლების ჩამოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და ხალხში ესეთი მოსაზრება გავრცელდა რომ აი წინათ ხომ სოფო ნიჟარაძე იყო სამთავრობო მომღერალი ახლა და ცნობილ ვარსკვლავთან ხომ სოფო წერდა დუეტებსა და ახლა ალბათ ბერა ჩაწერს ამ ვარსკვლავებთან და უდოეთ და სავარაუდოდ ალა პუგაჩოვას და ბერას დუეტია მოსალოდნელო და ეს რა თქმა უნდა დაწერა ეს თემა ხალხის აზრი ანუ რესპონდენტები ჩაოლებრი უბრალო ადამიანები არაცნობილების ჩავწერე იქ კულტურის სფეროს წარმოადგენლებს და საერთო ჯამში არ იყო ეს მძიმე თემა უფრო იუმორის კუთხით გავაშუქე მაგრამ გარკვეულ ადამიანის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია და აი შენ ბერას ხარჯზე გინდა კარიერის გაკეთება რაც ცოტა იყოს საოცარი იყო და გამიცინა რომ არ დავნაღვლიანებულა და რა ვიცი წერონ არ არის პრობლემა ვარკოს კომენტარებით როგორც ვიცი ხშირ შემთხვევაში რესპონდენტებს ანუ ლანძღავენ ხოლმე ანუ ძალიან იშვიათი არის რომ არ გავაძღვა რესპონდენტი თუნდაც ერთმა ორმა სამმა ადამიანმა და თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე რა ხო ძალიან ნერვიულობ ხოლმე მე ყოველთვის ვკითხავ ჩემი ინტერვიუს ქვემოთ ასე ვთქვათ გამოქვეყნებულ კომენტარებს და ანუ მირჩევია რომ ჩემზე დაწერონ ცუდი ვიდრე რესპონდენტზე იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობ იმ ადამიანზე ხშირად არის სხვათა შორის ჩემს შემთხვევაში არა მაგრამ ვიცი რაც არ უნდა კარგი იყოს რესპონდენტი მაინც ლანძღავენ ხოლმე ხო ეს ადამიანია და ბუნებრივი ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არა მაგრამ ზოგჯერ რესპონდენტი ამიტომ იკავებს ხოლმე თავს ინტერვიუსგან რომ არ უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტში მე რაღაც კომენტარები და რამდენჯერმე მასალის მოპოვებისას თუ იქნება რაიმე პრობლემა ჟურნალისტების შორის დაძაბული სიტუაციები ხანე კონკურენტიანობა რა თვითონ ჟურნალისტებს შორის ჩანს კოლეგებს შორის არა ანუ სადაც ვმუშაობ იქ მსგავსი რომ არის პირიქით ერთმანეთს ვეხმარებით კონკრეტული რუბრიკებისთვის ანუ ჩემი რუბრიკისთვის შემოუთავაზებია სხვა ჟურნალისტ რესპონდენტს და მეც შემითავაზებია და ისე შეხმატებულად ვმუშაობ და ამიტომ მომწონს ის გარემო სადაც ვარ რა ვიცი ინფორმაციის მოპოვებისას რა დაბრკოლებებს აწყდებით ესე იგი მოგეხსენებათ არის თემები რომლებზეც საუბარიც არ სურთ რესპონდენტებს მაგალითად წლების წინ ჩავწერე ორი გოგონასთან ინტერვიუ ჩავწერე რომელსაც წავდეთ ბებია ეს ბებია ატყუებდა სოციალურ აგენტებს ანუ მთავრობას ატყუებდა ფაქტობრივად 30 ლარის გამო ანუ რეალურად არ ქონდა ამ ხალხს დუხჭირი ცხოვრება მაგრამ მთავრობას უნდა ატყუებს მთავრობა რომ ატყუებს ეს სხვა თემაა ჩვენ დავაზე გეტყვით სხვა ძალიან უყვარდა მქალბატონს მთავრობა და ჩვენი მიშაო და რამდენ ადამიანს სხვა თემაა როცა მოახლოვდებოდა სოციალური აგენტის ვთქვათ სტუმრობის პერიოდი ეს ქალბატონი მე-6 საათზე ცხოვრობდა შვილიშვილების დახმარებით ამ ქალბატონს ჩააქონდა ეს ღირებული ავეჯი სარდაფში წარმოგიდგენთ მე-6 საათიდან ლიფტიც არ იყო და ესე კიბერლა ჩაახდინა ხო და მე ეს სოციალური აგენტი მოვიდა და ერთი გამხმარი ტახტი და ოჯახში მხოლოდ ჟანგიანი გაზქურა ჩათვლიდა რომ მართლაც უჭერს ამ ქალბატონს ეკონომიკურად და იმსახურებდა 60 წელს. მე ისევ ამოახრიგინებდა თავის ავეჯს ეს ქალბატონი და ასე გრძელდებოდა და მინდოდა რომ ეს გამეშუქებინა და მკითხველობამდე მიმეტანა ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს შვილიშვილები დამთანხდნენ ინტერვიუზე, მაგრამ თხოვს რომ აი არ გამოვაქვეყნოთ ჩვენი გვარსახელები, იმიტომ რომ ბებია ჩვენს დაგხოცავთ და შენს არ დაგადგება კარგით და შვილიშვილები რა თქმა უნდა ნუ ვიცნობდი და ანუ თვითონაც არ მოსწონდა ბებიის საქციელი, მაგრამ ესეთ ახირებული ხასიათის ქალბატონი გახდა ცოტა იყოს და სწხოვდნენ რომ აი არა ჩვენ მოგცემთ 30 ლარს მაგრამ მე განა 30 ლარზე მაქვს საუბარი რაღაც თავისებური ხომ გესმის და მოკლედ ანონიმურობა დავეცავი ამ შემთხვევაში ანუ ის თქმა მინდა ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით დაბრკოლებებზე ვსაუბრობდი და
ანუ არ იყო ამ შემთხვევაში აუცილებელი ჩემი მიზანი არ ყოფილა რომ ეს ქალბატონი მემხილებინა, იმიტომ რომ ასეთი პრობლემა იყო ბევრი მაშინ და ახლაც ბევრია. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა მკითხველებისთვის რომ ასეთი ამბები ხდება და მისაქცევია და ყურად თაღები ეს საკითხი. და რა მოყვა შედეგი ამაზე? შედეგი, რა ვიცი, მე მგონი დღესაც ხდება სამწუხაროდ ასეთი ამბები, თუმცა მე გამოვაქვეყნე და რაც შემეძლო გავაკეთე, რა ვიცი. როგორ ფიქრობ, ჟურნალისტის პროფესია რამდენად სახიფათო არის? თუნდაც ამბობდი რომ რაღაც ხელისუფლება შეიცვალა, ამის დროს თუ რაღაც კადრებს წერდი და რაღაცა იყო, ესეც რაღაც შემთხვევა რა. თავისთავად ხო, იმიტომ რომ მოგესწრებათ ბევრი ჟურნალისტი თაღუყულა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოს მასშტაბით. და თავისთავად სახიფათოა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პირადად მე რაიმე მასალის მომზადებისას ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებია, საბედნიეროდ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ცხელ წერტილში არ ყოფილა, გორში ვიყავი, მაგრამ უკვე აღარ იყვნენ ოკუპანტები იქ, ტანკის ნაკვალები დამხვრა და საოკუპაციო მუზეუმიდან მოკლედ რაღაც, ანუ არ მიწევდა ასე ვთქვათ, ისეთ ცხელ წერტილში ყოფნა და რაიმე განსაკუთრებულ ამბავს თუ გაიხსენებ მუშაობის პერიოდში ჟურნალისტად? იცი კურიოზი ანუ მე რასაც წარ ყველაფერი ანუ ხმფლად ისიც არ გამიგოთ, მაგრამ სულ განსაკუთრებული ამბები დავწერე და მაგრამ მოდი ერთ ამბავს ვიტყვი, ესეც აგვისტოს ომის პერიოდს უკავშირდება, ჩავაცივდი ამ საშინელ პერიოდს, მაგრამ რა ვქნა, მე მგონი საინტერესო იქნება. მოკლედ მოგიხსენებათ ამ პერიოდში ეს ტოლერები თავისუფლად დაქალაქი ბაღებში, სკოლებში ცხოვრობდნენ და როცა აღარ დაეტია, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები როცა აღარ იწევდნენ დედაქალაქში, ნაწილი მათი გადასახლდა რუსთავში, გადავიდა და ტრასაზე გაუშინეს ხო სახელი? ტრასაზე წავშენეს საღამოხსოვს. ერთნაირ საქმეები გაუშინეს. კარების ქალაქი არ ვიცი ტრასაზე, ომის პერიოდში ბევრი საქმეები იყო აშენებული. ხო, ეხაც არის. ანუ რუსთავის ბაღებში იყვნენ თავიდან სკოლებში, იქაც გადატვირთული იყო, აღარ იყო ადგილი მათი და კულტურის და დასვენების პარკი გვაქვს რუსთავში. გვაქვს რუსთავი ვარ და ნაწილი იქ დასახლდა ამ პარკში. რეპორტაჟის მომზადებისას იქ ვიყავი და შევიტყვა ერთ-ერთი ტოლერისგან, რომ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც სოფელ ქორდიდან ჩამოვიდა და თან წამოიყვანა ორი ძროხა, რადგან ფული არ ჰქონდა. ანუ ძალიან უკვირდათ რომ და გმირს აძახდნენ, გმირებანი. ომის დროს ხო? ანუ როგორ მოიფიქრა რომ ძროხები წამოიყვანა, ან როგორ მოახერხავთ? ანუ დაველაპარაკე ამ ადამიანს. 28 წლის იყო თუ არ ვცდები. ორი შვილი ყავდა და ცოლი. და რა შეყოფილა საქმე? სხვათა შორის რომ მივედი, პლასტმასის ჭიქა ეჭირა ხელში, ღვინოესხა და საქართველოს სატრიძველს სამგავდა და საყვარელი ადამიანი იყო, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო და მოკლედ რა მოხდა რა? ანუ როცა ეს საომარი მოქმედებები დაიწყო, ლევანმა სოფელ ქორდიდან, ანუ სადაც ცხოვრობდა, გახიზნა ცოლ-შვილი, ანუ სამშვიდობოს გაიყვანა, ანუ გაარიდა ტერიტორიას და თვითონ ეს ერთგულად იყო თავის სახლში, მაგრამ მე თუ გახსოვთ, გრაკალის ხიდი აფეთქეს უკერასმა ოკუპანტებმა და გაუსაძლესი იყო იქ ყოფნა, შეუძლებელი იყო, უბრალოდ იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა სახლი. და იფიქრა, ხა ორი შვილი მყავს, ცოლი, რა უნდა გავაკეთო, რითი გამოვყვებო და ფული არ ჰქონდა, სახლს ვერ მოიკიდებდა ზურგზე, მისი ეს მარტოა უკვე იქ. მარტოა ხო და ერთადერთი ეს ვთქვათ საგანძური რაც ჰქონდა იყო ეს ორი ძროხა იწოლებოდნენ. და გადაწყვეტა რომ წამოიყვანა ეს ორი ძროხა. წარმოგიდგენთ, ფეხით გაიარა ძროხებთან ერთად დაახლოებით იგივეთამდე თუ არ ვცდები, არ მინდა შემეშალოს რა, ხუდონად მახსოვს ხემდენი წელი გავიდა და მე შეხვდა სატვირთო მანქანა და ეს სამარგულში შესეს ეს ძროხები და როგორც იქნა ჩამოიყვანეს თბილისამდე. ნუ თბილისში ეძება თავისი ცოლ-შვილი არ იცოდა ზუსტად სად იყვნენ ეს და ოჯახის წევრები ეძება, ვერ იპოვა ერთი დღე მოანდომა, მე წავიდა რუსთავში, იქაც ეძება და ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მიაგნო და თვითონ კარების ქალაქში დასახლდა, რადგან ბაღში ადგილი აღარ იყო და ეს თავის ძროხებს აძლევდა, ხო, ძროხებს აძლევდა პარკში და ეს სხვა შორის ამაყად მითხრა, ეს რძე მხოლოდ ჩემი შვილებისთვის არ არის ამ ძროხების რძე, მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან დემილებს შორის და ყველას შეუძლია გამოიყენოს და
ავიცი. ოჩაჟი მამაკაცი ვარ. კი, ნამდვილად გონიერი. თუ გქონია შემთხვევა, რომ რესპონდენტს უთქვია უარი და გაბრაზებ ხან, რა გაბრაზებს ჟურნალისტიკაში ყველაზე მეტად? მაბრაზე. ეს თუ ბრაზობ ხოლმე, ესე ჩემთვის ბრაზობ, ჩემი რისხვა არასდროს დამიტეხავს თავს. რესპონდენტისთვის რა თქმა უნდა, უარი უთქვამთ. ეს რა ვერც გამტყუნებ, ანუ როცა ზეპირმეტყველება იტანს საერთოდ ბევრ შეცდომას. ახლა ჩვენ რომ საუბრობთ, ალბათ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, პირადად მე. ვიდრე წერთ კი. ხო, წერით, მე არ მიმუშავებია ტელევიზიაში და შესაბამისად არ მაქვს ჯერჯერობით გამომუშავებული სიმართლეები, რომ საუბრისას დავიცვა ის რომ ნადეჟდა გამართულად. ავაწყო, დიდი მადლობა. თუმცა ეჭვმეპარება. ხო და რატომ ანუ ზეპირმეტყველება იტანს ბევრ შეცდომას და ეს წერისაც ისე უნდა გააკეთო, რომ რესპონდენტის საუბარი არ დაამახინჯო, ანუ მისი საუბრის სტილიც უნდა დაიცვა და თან გამართულადაც წერო. ზოგჯერ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ადამიანები ვართ და ჟურნალისტი ვერ უგებს რესპონდენტს, ანუ იმას სხვა რაღაცის თქმა უნდა და ამას სხვანაირად დაწერა, შეიძლება ჟურნალისტს რაღაც დაეზარა და ცუდად რომ გამოვიდა ეს ინტერვიუ, მე ნდობა ეკარგება, თუმცა არ მინდა მხოლოდ ჩემი კოლეგები დავადანაშაულო ამბავში, ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ რესპონდენტებს შევიათ საერთოდ რაღაც მათ ნათქვამს კრიტიკა რომ მოყვება, მე გადათქვამენ ხოლმე, არამე ეს არ მithქვამს საბედიეროდ ვინახავ ხოლმე ჩანაწერას ასე რომ რაღაც რო იყოს სიტუაცია რომ თავი გაიმარჯვა. რა თქმა უნდა. მაგრამ აი საერთოდ არის ამ რესპონდენტს და უარეკავ და უნები რომ აი ინტერვიუზე მინდა შეხვედრა და გეუბნება უარს. არის ალბათ ხო, რა თქმა უნდა ყოფილა ესე კონკრეტულად მართლა არ მახსენდება. მაგრამ ადამიანია შეიძლება უხასიათოდ არის და მიზეზს ვეკითხები ხოლმე ხანდახან და ვიცი, ისეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, რომ იქნებ სხვა დროს ჩავწეროთ. კი ბატონო, ხა თუ საერთოდ არაფერს მეტყვის და უხასიათოდ იქნება, ხა მეც არ მინდა რომ სიტყვებს ჯიჯგნო პირიდან თუ რაღაც საინტერესო ძალიან აუცილებელი არ არის ინფორმაცია. კითხვებისთვის თავს ვანებებ და რა ვიცი. როგორი სფეროს გაშუქება მოხდეს ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად რა ვიცი, რა საინტერესო ყველაფერი მიყვარს, მომწონს. და განსაკუთრებულად ეს რუბრიკა მაქვს წიგნის თარო და წიგნებზე ვესაუბრები ხოლმე ცნობილ ადამიანებს და სხვა შორის მიჭირს რესპონდენტების მოძიება, იმიტომ რომ ისე აღმოჩნდა თუ ბევრს არ უყვარს წიგნებზე კითხვა სამწუხაროდ და კიდევ ძალიან მიყვარს ცხოველებზე, ფრინველებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე წერა, რა ვიცი. ცუცით შეხარ ვეგანი ხარ გიფიქრია სხვა პროფესიაზე რომ წასულიყავ, იმიტომ რომ ისინი თუნდაც გიყვარს ხოველები რომ ხარ ვეგანი, რამდენი წელი რაც ხარ? ვეგანი, რა ვიცი, 3 წელი ალბათ, მაგრამ ისე ბავშვიდან, ანუ ოფიციალურად რასაც კი ვეგანი მაგდენი ხარ და ისე ბავშვიდან ვარ ვეგეტარიანელი ფაქტობრივად. და ხარ გიფიქრია რა იმის სხვა პროფესია რომ დავუშვებოდი? შენ ჩემი ამბები წერს, ესე ვთქვათ, მიუსაფარ ფრინველებს, ავადმყოფ ფრინველებს რომ შევიფარებ ხოლმე. კი, ძალიან მიყვარს მათი დახმარება, დიდ სიამოვნებას მაინჭებს და სხვა შორის მიფიქრია და მინდოდა, ხო ვფიქრობ, ნეკავ გამხდარიყავი ვეტექიმი და მინდა რომ უფრო პროფესიონალურად ვიცოდე საქმე და დავეხმარო ცხოველებსაც და ფრინველებსაც, უფრო ფრინველებს, იმიტომ რომ კოჭლი მწყერი მყავდა, შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ არ ვიცი, ვისაც ცხოველები და ფრინველები გიყვარს, გამიკებენ ის ადამიანები და ძალიან წკიოდა ეს ფეხი და მინდოდა რომ ემკურნალა, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა არც ერთი ვეტექიმი საქართველოში, ვინც გაუკეთებდა ოპერაციას, რაღაც არასწორად ჰქონდა შეხვედრა. ჩიტებზე ხო პრობლემატური არის, იმიტომ რომ რაღაც არ არის ისე განვითარებული ეს სფერო ჩვენთან ალბათ. ძაღლებზე უფრო არის, კატებზე არის, მაგრამ აი კი, ძაღლებს უკეთებენ ოპერაციას, მაგრამ თან ძალიან რთულ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი, ანუ მოტეხილი ხო ჰქონდა და თან არასწორად იყო შეხორცებული. სიმსივნური გამონაზარდიც ჰქონდა და ეს ჩემი ძალებით რაღაც წამლები ვუყიდე და მე გაფრინდა და გათხოვდა. თუმცა ცოტა გადაუხვდა, რატო გახდი ვეგეტარიანელი? რამ განაპირობა რომ გამხდარიყავი? არ ვიცი, ანუ მე ვერ აღვიქვამ საკვებად, საერთოდ მკვდარ სხეულებს. აი ეს იქნება ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, მნიშვნელობა არ აქვს უმწერი, ანუ ის არ არის საჭმელი ჩემთვის.
გარდა იმისა, რომ მებრალება და სასიკვდილოდ არ მემეტება, მეზიწყება კიდეც და როგორ გახდი? აი, როგორ გავხდი, არ ვიცი, ესეთი დავიბადე, არ ვიცი, ვერ ჭამდი ბავშვობიდან. მე მეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება ხორცზე უარის ხმა უნდა ჭამო და მქონდა მცდელობები, რომ გამესინჯა, მაგრამ ვერ, მაგრამ მაკანკალებდა და არ ვიცი, შეხებაც არ შემეძლია ეს მკვდარ სხეულებთან, რომელსაც ზოგი კერძებად მიიჩნევს ჩემთვის, არ ვიცი. სუფრასთან რომ მოხვდები ხოლმე საერთოდ ვერ იდები. თქვა кейფსა წავიღო წასვლას არ მიზიდავს დიდად და თუ ხინკალი მწვადი დამიდეს ხო საერთოდ გიждები და გაიტანეთ ეს გომები აქედან და ძალიან აუტანელი ვარ ხოლმე ასე შემთხვევაში შემთხვევაში ვიპოვე ნაწამები კატა და ფაქტორად ვერ გადავარჩინე მე მაინტერესებს დაგისვი ეს კითხვა მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი როცა ჟურნალისტი ხარ ვეგეტარიანი ხარ ჰუმანური რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სფერო იყოს დაცული ჟურნალისტიკიდან გამომდინარე რა ანუ დაიწეროს ამასაკავშირებდიხ რამდენად ხშირად აშუქებენ და რამდენად გულთანმი აქვთ ასე სტატისტიკას ვერ ვიტყვი რამდენად ხშირად აშუქებენ მაგრამ რაც გახმაურებული ფაქტები მახსოვს რომ დარგვეთელი სადისტი ძაღლი რომ მოკლა დაიწერა მის შესახებ და რაღაც არის ხოლმე მაგალითები როცა აშუქებენ რავი, ჩემი ძალებითაც ვცდილობ ხოლმე, რომ ასეთი ფაქტები გამოვამზევრო, ამას წინათ ნახე, ფუტკრების გამო ხოცავდნენ კვირიონები, თუ იცით, ასეთი ულამაზესი ჩიტები არიან, ფერადი და თურმე ფუტკრებით იკვებებიან და ვისაც ვინც მისდევს მე ფუტკრეობას, თავიანთი სკების დაცვის მიზნით ხოცავენ ამ ჩიტებს და ერთმა ქალბატონმა ეს დახოცილი ჩიტების ფოტო გამოაქვეყნა ერთ-ერთ გვერდზე, როგორც ქართული ფუტკარის რაღაც გვერდია და თან ისე ამ საზიზღრებმა ძალიან შემაწუხეს რაღაც ასეთი ტექსტიც. ისე გაუმწარდი, რასაც ქვია უკვე აფექტში ვიყავე, ეს ლინკი ყველა გვერდზე დავდე, რაღაც დამბლოკეს კიდეც ამ გვერდზე და ძალიან მიუღებელია, რომ ასეთი არაადამიანური მეთოდი გამოიყენო, თუნდაც იმიტომ, რომ შენი სკა დაიცვა და თქვა თაფლი მიირთვა მე მე საერთოდ არ ჭამთავს, მაგრამ ჯანმრთელი ვარ. ნუ შენი აზრით მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლიც, ხო, ამ სფეროში? რა თქმა უნდა გააშუქონ ჟურნალისტებმა ეს საკითხი, მაგრამ მარტო ჟურნალისტებსაც არ არის, იცით, ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, გააშუქებენ და მერე ანუ უნდა უჩივლო, სასამართლომდე მიხვიდიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩივის ცოტა არ იყოს აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ამას სახუმარო თემა. ხო, ვიცი, თვითონ პოლიციელებსაც ხო, არ ვიცი, მე არ ვარ სამართლის სტრუქტურაში და ვერ მოვაგვარებ მე რაც მევალებ ვაკეთებ და არ ვიცი, მართლა უნდა მიხედოს ვიღაცა. რამდენად გადამოწმებული უნდა იყოს მასალა, როდესაც ჟურნალისტი წერს ჟურნალში ან აქვეყნებს ტელევიზიით, გამოდის რამდენად გადამოწმებული უნდა იყოს არის თუ არა ესეთი რაღაც ტრადიცია ჟურნალისტიკაში თუ შეიძლება ეს ჭორის დონეზეც გამოხვიდე და ილაპარაკო უნდა რაიმე ტყუილი, იმიტომ რომ მე მქონდეს რეიტინგი. პიარი. არა, მიუღებელია რა თქმა უნდა გადამოწმებელი ინფორმაცია. ზეგანაც აღნიშნე, ბევრი გაუგებრობა სწორედ ამიტომ ხდება ეზარებად. თუნდაც ხო შეიძლება დაარეკო, გაარკვიო და ამას ხო დრო უნდა რომ აი რა დრო უნდა ჩემოერთი ნახევარი წუთი ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წუთი ვთქვი, თუნდაც დღეები დასჭირდა, საოცრად უნდა გადამოწმო, საერთოდ არ უნდა დაწერო. მქონია ასეთ შემთხვევაში სხვათა შორის ძალიან სერიოზული ამბავი მოხდა და უნდა გამეშუქებინა მე ცოტა უფრო ფრთლად. ამბავს შეგნებულად არ დავასახელებ, უხერხული იქნება გარკვეული მიზეზების გამო და გადავწყვეტე, რომ ეს საფუძვლიანად გამომეკვლია, ასე ვთქვა და დამეწერა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის რაც დაწერეს რეალურად არ მომხდარა. აი, გავგეჟდი, თან ამაში ჩაერია გამოხმაურება ქონდა სახელმწიფოდანაც ქონდა გამოხმაურება სხვათა შორის ესეთი სასაცილო თემა არ იყო სხვათა შორის და მე კონკრეტულად იმ ფაქტზე კი არ დამწდა გული, რომ აი რატო დაწერეს ცუდად. უფრო მნიშვნელოვანი და ის საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები წარმოვიდგინე, რა ცუდად იწერება, რა არასწორად, რა მცდარად, ამიტომ არაერთვარ შემთხვევაში არ უნდა დავიზაროთ ინფორმაციის გადამოწმება, თუ არ ჟურნალისტები და თუ აკეთებთ ამ საქმეს. თუ გვეზარება, მაშინ რა ვიცი. რამდენად რთული პროფესია არის ყოველდღიურობაში, რამდენად დიდ დროს გაართმევს, რამდენად დიდ ენერგიას მოიცავს იყო ჟურნალისტი. მას თქვა არ ვარ ხასიათზე, რომ წერო დღეს, ხო, თავისებურად მიზაჭირდება იმას, რომ დაწერო.
როგორ ათავსებ და როგორია ყოველდღიურად ჟურნალისტის ცხოვრება? დიახ, ესე იგი, ინტერვიუს წერ, რუბრიკის შესაბამისად, მაგრამ მე ამისი აწყობა, დალაგება მართლა მუზას საჭიროა სამერწუნეს. ამისთვის მაქვს მთელი დღე. შეიძლება შუაღამემდე არ დავწერო, შეიძლება შუაღამისას დავწერო, დილას, რა ვიცი, რომ ჩემი დღის რეჟიმიც ჯანმრთელობის საშიშია ზუსტად და რა დავწერეთ გესტუმრებას მუზა მაშინ წერ. ანუ მუზაზე დამოკიდებული იყო ჟურნალისტი. ხო, მაგრამ იცი როცა სასწრაფო მასალა როცა რედაქტორი გავალებს რომ უნდა მოამზადო, მაშინ მუზაც ასე ვთქვათ მოდის ფაცხა-ფუცხით, ასე რომ თქვა მუზაზე ვერ იქნები დამოკიდებული და თქვა შემოქმედებითი საქმეც როგორ არ არის, მაგრამ ხოხტებით. რას ვჩვენდი მომავალ ჟურნალისტებს, თანწყებ ჟურნალისტებს, როგორ უნდა მოიპოვონ მასალები, როგორ დავკავშირდნენ რესპონდენტებს, როგორ დაიწყონ ეს საქმიანობა. არის თუ არა საქართველოში ფოსტები ვეკითხოთ არის რომ არის თუ არა საქართველოში ის პრეროგატივა რომ დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მე გავიარო ჯერჯერობით პრაქტიკები და შემდეგ სერიოზულად დავსაქმდე ამ სფეროში თუ არ არის განვითარებული საქართველოში. ახლა რა ხდება საქართველოს უნივერსიტეტებში ამ მხრივ ვერ გეტყვით, ნამდვილად, კარგი ხანი არ შემივლია არც ერთგან, მაგრამ როცა მე დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინ არანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ყოფილა. სამწუხაროდ იმედი არ მიწყენენ ჩემი ლექტორები, ფაქტს ვამბობ და რამდენიმე ლექტორი მყავდა უამრავ ლექტორს შორის, რომლისგანაც რამე ვისწავლე და მადლობა იმ რამდენიმეს. რეალურად ხო, ანუ არაფერი ისეთი არ გაქვს ცოდნის ბაზა, ისე გამოდიხარ უნივერსიტეტიდან სამწუხაროდ. და რაც ვისწავლეს ჟურნალისტური უნარჩვევები, დამსახურებაა ჩემი პასუხისმგებელი რედაქტორის. მან მასწავლა პატარა შმაკობები და რა ვიცი, გამართულად წერა და ჩემი სცენია სხვათა შორის ვაღიარა. მაგრამ აქამდე რომ მივხვდი, აი სადაც მივიდე, თქვა დავამთავრე ჟურნალისტიკა, სადაც შეიძლება პარტიის. ან მე როგორ მოხდი, თუ როგორ ხო, აი როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდმა ჟურნალისტმა, თქვა რომელიმე გამომცემლობაში, თუნდაც ტელევიზიაში არის ამის პერსპექტივა საქართველოში. ახლა არ ვიცი როგორ გითხარით, მაგრამ მე მგონი რაღაც კონტრაქტები აქვთ გაფორმებული უნივერსიტეტებს, რომ ანუ პრაქტიკა გაიარონ სხვადასხვა ტემაში უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა. მე თვითონ ცით რა არის, ვაპირებდი ასე გაგმოვიდი, რომ გერანს კითხვა გინდა და ანუ ვეცდამ ვაპირებდი უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, მივალ ჟურნალის რედაქციაში და შევთავაზებ ჩემს თავს, იქნებ გამოვადგე ჟურნალისტად, მაგრამ ვიდრე ასე მოვიქცეოდი და მისვლა დამჭირდებოდა თვითონ შემომთავაზეს, დამირეკეს. ანუ იქ იყო ერთგვარი რუბრიკა, სადაც მკითხველს შეძლო აქტიური მონაწილეობა, ანუ შეგეძლო რაღაცები მიგეწერა და მე წერდი ხოლმე მოცალეობის ჯამს რაღაც და უკვე იმ ჟურნალისტმა იცოდა ჩემი წერის დონე შესაძლებლობები და დამირეკა და მთხოვა რა შემომთავაზა თუ გაქვს სურვილი ითანამშრომლო ჩვენთან სტაჟირად დაგიყვანა და დავთანხმდი რა თქმა უნდა დიდი სიხარულით პასუხისმგებელი რედაქტორს მაქვს საუბარი წერა რომ ახსენე და აი ასე მოვხდი მე შტატში ჩამწეს დაახლოებით ერთ თვეში და ვარა. ეს საკმაოდ თამამიცნა იყო ჟურნალისტიკა და ესე. ხო ვერ მეტყვი რომ პირადად თამამი ვარ და სითამამი დავჭერდი. წერდი და ესე მოულოდნელად შემომთავაზეთ. რა შეჭერდი მომავალ ჟურნალისტებს ბოლო კითხვა. კარგი, მომავალ ჟურნალისტებს ვურჩევ რომ იყვნენ ყურადღებიანები, ავსწავლოთ გადაამოწმონ ინფორმაცია და იცით ბევრი ინფორმაცია რეალურად უბრალოდ უნდა შეგეძლოთ საინტერესო კუთხით დაინახოთ და საინტერესო ფორმით მიაწოდოთ მოვლენა ინფორმაცია კითხველს. რამდენად რთულია მართლა გახდა ბლოგერი? ბლოგერი რამდენად რთულია? არ ვიცი, მე ბლოგერი არ ვარ, თუმცა ხო გეგმავდი მინდა ცხოველებზე ვწერო და ფრინველებზე და არ ვიცი რთულია თუ მარტივი, იმედია რომ არის ძალიან რთული არ იქნებოდა ბევრი მკითხველი ეყოლება, არ ვიცი, ნახოთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა ჩემაყურებელს. ეს იყო გადაცემა სტატუსი და გემშვიდობებით ერთი კვირით.